შეიძლება თუ რა ვიქილოთ ირაკლი გარიბაშვილი განსაჭირის სკამზე. არ არის ეს სწორად დასმული შეკითხვა. აღმოჩნდება თუ არა ღარიბაშვილის საბრალდებო სკამზე, კობახიძე პასუხისგან თავს იკავებს, ის ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. კობახიძე თავს ესხმის ევროკავშირის ელჩს და ამბობს, რომ კონკრეტული ელჩები, მათ შორის ჰერჩინსკი, პირდაპირ არიან ჩართულები პროცესში, რომელიც ამ ქვეყანაში ადამიანების გადაგვარებას იწვევს. თავს გრძნობს მხნედ და არის ენთუზიაზმით თავს ელენე ხოშტარია ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა. შოთა თუთბერიძის თქმით, დაკავებისას პოლიტიკოსის მიმართ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა იყო პროცესუალური დარღვევები. ხოშტარიას დაკავებას ნიდერლანდების ელჩი გამოეხმაურა. დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეა. სამწუხაროდ საქართველოში აღსანიშნავი დიდი არაფერია, რადგან ბევრი ოპოზიციონერი ლიდერი ამჟამად დაკავებულია, წერს მელინე არაკელიანი X. სუსი საკუთარი Facebook გვერდის პოპულარიზაციისთვის სამ თვეში 40,000 ლარს დახარჯავს. უწყება მომსახურების მიღებას გამარტივებული შესყიდვით გეგმავს და შესყიდვის სააგენტოსგან დასტურს ელოდება. ამერიკაში TikTok-ი აღარ გაითიშება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ცნობით ამ საკითხზე ჩინეთთან შეთანხმება საბოლოოდ მიღწეულია.